ოლიგარქი ივანიშვილი ოფშორებიდან გაქცევის სპეცოპერაციას განაგრძობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს, რომ მან ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურა ოფშორებიდან ქონების გადმოფორმების პროცესი ოჯახის წევრების სახელზე შექმნილ კომპანიებში. ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა ამერიკული სანქციების ფონზე დაიწყო. მედია დიდი ხანია წერს, რომ ოლიგარქმა ცოლსა და შვილებზე დაარეგისტრირა ახალი სააქციო საზოგადოებები და ეტაპობრივად ცდილობს მეტნაკლებად უსაფრთხო სივრცეში დააბინავოს აქტივები. ეკატერინე ხვედელიძის სახელზე უახლესი რეგისტრაცია 27 იანვრით თარიღდება. ნუცა ბახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმენთ. 27 დეკემბერს საქართველოში რუსეთის ფედერაციის სასარგებლო დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის დაწესებული სანქციების ეფექტი ოლიგარქმა ივანიშვილმა მალევე იგრძნო. 2024 წლის 31 დეკემბერს ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ივანიშვილმა და მისმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძემ, ასევე შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: ატუ ჰოლდინგი, ტერა, ლუსოლი, GCF საქართველო. ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. მაღალი ალბათობით კომპანიების გადაფორმების დროს ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ეგრეთ წოდებული ოფშორული კანონით. ოფშორებიდან გამოქცევის სქემა მარტივია. სხვადასხვა ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქონება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ახლად დაფუძნებულ კომპანიებში გადმოაქვთ. სპეციალისტების აზრით ივანიშვილის მიერ მიტაცებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურის პირობებში ახლა საქართველო მისთვის ერთადერთი უსაფრთხო ადგილია. ექსპერტებისთვის სანქციებს ივანიშვილის ქონებაზე ირიბი ეფექტი უკვე აქვს. ამის უშუალო აღიარება კი საზოგადოებამ სანქციებიდან 3 კვირაში 20 იანვარს იხილა, როდესაც ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განცხადება გაავრცელა შვეიცარიულ ბანკ იულიუს ბაიერთან დაკავშირებით. სწორედ ამ ბანკში ინახებოდა კრედიტ სუისისგან გადარჩენილი აქტივების საკმაოდ დიდი ნაწილი, რაზეც ახლა ივანიშვილს წვდომა უკვე შეზღუდული აქვს. ბიძინა ივანიშვილი არ იყო მზად რეალურად ამ სანქციებისთვის, რადგან ის მოქმედებები, რასაც ის ახლა აკეთებს კომპანიების გადმოტანა ოფშორებიდან, ამას გააკეთებდა მაშინ უფრო გაცილებით უფრო ადრე. ეს პროცესი ახლა მიდის ჯერ, ჩვენ ნახეთ, რომ დაახლოებით 12 ქართული კომპანია გადააფორმა ამ გზით. ეს სხვადასხვა გზებით ხდება, იქ სააქციო საზოგადოებებს აფუძნებენ ის და მისი ოჯახის წევრები და შემდეგ გარკვეულ ოპერაციებს აკეთებენ. თვითონვე დაადასტურა ეს, რომ მისმა იურისტმა თქვა, რომ ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკში მას დიდი რაოდენობით თანხები გაუყენეს. მას აქვს მიტაცებული საქართველოს როგორც სახელმწიფო, ანუ ის ფიქრობს, რომ საქართველოს იურისდიქციაში მთლიანად გადმოტანა ამ აქტივების მას რაღაცნაირად დაიცავს. როგორც კი ის ხელისუფლებას დაკარგავს, ანუ ეს ადრე თუ გვიან მოხდება, მას აქაც კი შეექმნება სერიოზული პრობლემები. ის ქმედებები, რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ეს იქნება შეპესეების სააქციო საზოგადოებად გადაკეთება, ოფშორებიდან გამოტანა მისი საკუთრების, მისი ქონების, თანხის, ასევე ახალი კომპანიების შექმნა, მის მეზობლებზე გადაფორმება, ბიძაშვილებზე და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სანქციებს აარიდოს თავი და ქონება შეინარჩუნოს. მაგრამ რა სქემაც არ უნდა მოიფიქროს ახლა ბიძინა ივანიშვილმა, სანქციები აუცილებლად შეეხება და შეეხება ძალიან მწარედ, რაც ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად ფიზიკურადაც კი დაეტყობა. ექსპერტების შეფასებით საქართველო ივანიშვილისთვის მხოლოდ დროებით იქნება უსაფრთხო ადგილი, რადგან სანქციების ეფექტი იმაზე დიდი და მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს ოლიგარქს წარმოუდგენია. შესაბამისად, მისი მცდელობების მიუხედავად ის და მისი ახლო გარემოცვა აკრძალვებს, გაყინულ ანგარიშებსა და შეწყვეტილ ტრანზაქციებს ვერსად გაექცევიან.